გამარჯობა. ეს ვიდეო საერთოდ სხვანაირი წარმომედგინა, მაგრამ რას ვიზამთ? ესეთი სპორტია MMA და ხანდახან გვიწევს ხოლმე ისეთი რაღაცეების ნახვაც, რაც თითქოს ერთი შეხედვით წარმოუდგენელი და დაუჯერებელი. სხვათა შორის რამდენიმე დღე არის ზუსტად ამას განიცდის ქართველი ხალხი. განიცდის ტკივილს ოღონდ ებრძვის ეჭვებით. ებრძვის მიზეზების ძებნით. თითქოს არ გვინდა დაჯერება იმის, რაც ვნახეთ და ყველა კომენტარს არ მინდა რომ გამოვეხმაურო. ბევრი სისულელეც დავიკითხე, მაგრამ მთლიანობაში მაინც გასაგებია, რაც ხდება ის რომ ვერ ვიჯერებთ ნანახს. სანამ უშუალოდ გადავალ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ზოლაზე, მინდა რომ ორი რაღაცა თქვა დასაწყისში. პირველ რიგში მინდა რომ მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვინც კომენტარებს მიწერთ, აქტიურობთ ჩემს YouTube გვერდზე და ეს მადლობა ეხება ორივე კატეგორიის ადამიანებს. იმათაც, ვინც პოზიტიურ კომენტარებს წერს და იმათაც, ვინც ნეგატიურ კომენტარებს წერს. რადგან ორივე ტიპის კომენტარებისგან ვცდილობ რაღაცა ახალი გავიგო, ვისწავლო და სიმართლე რომ გითხრათ, მეხმარება ეს კომენტარები. და მადლობა ამისთვის. მეორე თემა, რაც მინდა რომ ვისაუბრო, არის ის რომ აი ნეგატიური კომენტარები რო ვახსენე, ძალიან ბევრ ადამიანს აღიზიანებს ჩემი თავდაჯერებულობა. და მინდა განგიმარტოთ ეს თავდაჯერებულობა, საიდან მოდის. არ არის საქმე თლად ეგრე. ეს რა მომენტია. ზოგადად გაგიგიათ ალბათ სპორტის მოყვარულებს, რომ აი ბურთი მრგვალია და ეს X-ის იყოს აქ ეს რაღაცა სპორტი ჩავსვათ აქ და აი ეს რაღაცა სპორტი ასეთია. აქ ყველაფერი ხდება, აი ეს ბანალური ფრაზა. ესე ყველაფრის ახსნა შეიძლება რა. ყველა სიტუაციაში შეიძლება მოარგო ეს ფრაზა, რომ აი ფეხბურთში რო არის ბურთი მრგვალია, მაგის ეკვივალენტი ნებისმიერ სპორტში შეიძლება იპოვოთ. მე მგონია რომ ის რასაც თავდაჯერებულობას ეძახით თქვენ, სინამდვილეში უბრალოდ საკუთარი აზრის დაფიქსირებაა და მეტი არაფერი. მე ვფიქრობ რომ უფრო საინტერესოა, როცა ადამიანი გულწრფელად გიზიარებთ იმას, რასაც ფიქრობს, ვიდრე ყოველი წინადადების შემდეგ დაახლოებით აი ბურთი მრგვალიას შინაარსის ფრაზას აყოლებს და მე ისევ თავისი აზრი, მე ისევ ეს ბურთი მრგვალია და რაც უფრო მეტი ადამიანი ვილაპარაკებთ, რასაც ფიქრობთ იმას ღიად და მე შემდეგ არ შეგრცხვება იმის, რომ სიტყვაზე შეიძლება რაღაცა, რასაც ფიქრობდით, სულაც არ იყო ეგრე, უკეთესია. ყოველ შემთხვევაში ამაში ცუდი არაფერია და მეც სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს აზრს, აი ახლა ამ ვიდეოს კომენტარებში, რატომ, როგორ, რანაირად ხედავთ და მე მომავალში როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ განვითარდება მაგალითად ილიას კარიერა, თუნდაც. მოდი ახლა გადავიდეთ უშუალოდ ბრძოლაზე და მივყვეთ ეტაპობრივად რა როგორ განვითარდა. ერთი რაც თვალშისაცემი იყო, აშკარად, კი, ივენთი იყო ძალიან გადატვირთული, ივენთი იყო არასტანდარტული, ბოლოს და ბოლოს ღიაცის ქვეშ იყო, თეთრი სახლის წინ, პრეზიდენტის დაბადების დღეზე და ძალიან ბევრი რამ ხდებოდა ისეთი, რაც აქამდე ბუნებრივია UFC-ში არ გვინახავს, მაგრამ მე ასე მომეჩვენა, რომ აი ამ ყველაფერს დიდად ილიაზე და ჯასტინ გეიჯიზე არ უმოქმედია. ანუ მათთვის ეს იყო ჩვეულებრივი ერთი დღე სამსახურში და გამოვიდნენ იმის გასაკეთებლად, რაც არის მათი საქმე, ბრძოლა. მაგრამ უცნაური იყო ჩემთვის პირველი რაუნდი და ზოგადად ბრძოლის სტარტი. მე მომეჩვენა, რომ ილია თოფურია მართლა აპირებდა აი მთელი თავისი არსებით, რომ პირველივე რაუნდში უნდა დაემთავრებინა ბრძოლა და აშკარად ჩანდა, რომ დაცვაზე და დაცვის კუთხით მაინც და მაინც ბევრ სამუშაოს არ ასრულებდა. აი მაგალითად, ძალიან ხშირად გასაგებია, რომ ხელები მაღლა, ხელები აწიე, ანუ ეს ძალიან ხშირად ისმის ზოგადად ალექსანდრესგან, მისი ძმისგან ხოლმე, მაგრამ უცნაური იყო ის, რომ სულ ჭირდებოდა. ყველა ჯერზე, როცა ამას ალექსანდრე იძახდა, ილიას ეს ჭირდებოდა. ასევე თავს არ ამოძრავებდა. თითქოს აი თავიდან ბოლომდე იყო სანადიროდ გამოსული და აი პირველი რაუნდის ნოკაუტის გარდა თქო სხვანაირი მოგება არ არსებობდა. არ ვიცი ეს რამდენად მართლა ასე იყო. მე უბრალოდ კიდევ ერთხელ გეუბნებით, გიზიარებთ მხოლოდ იმას, რასაც ვფიქრობ, როგორც დავინახე. ეს არ მომეწონა. არ მომეწონა, იმიტომ რომ კიდევ ერთი რამ გამოჩნდა პირველ რაუნდში, რისიც სხვათა შორის მეშინოდა და თქვი კიდეც წინა ვიდეოში. ჩემი მოლოდინი იყო, რომ ჯასტინ გეიჯი
სწორად ეჩხუბებოდა ილიას. ბრწყინვალე გეგმა ჰქონდა ჯასტინ გეიჯის. თავარი, სადაც ილია თოფურია ნანახი არ ყავდა, იყო ის, რომ რა ხდება, როცა მას მებრძოლი ცენტრს არ უთმობს. რა ხდება, როცა მას თითოეულ წინსვლაზე დარტყმას ახვედრებენ. ყოველ შემთხვევაში არ ხდებიან, ასე ვთქვათ, მეორე ნომრები არ ირგებენ ჭყალებში ოღონ მსხვერპლის როლს და არ აძლევენ ილია თოფურიას იმის უფლებას, რომ ილია იყოს თავიდან ბოლომდე მონადირე. ჯასტინ გეიჯი ეს გააკეთა. და სადაც შევწდი რაც იყო ჩემთვის მოულოდნელობა იყო ის რომ ილია თოფურიას დარტყმები ჯასტინ გეიჯის არ აზიანებდა ისე როგორც მიჩვეულები ვართ. ანუ კი ბატონო, შეხვდნენ ერთმანეთს, დარტყმები გაიცვალა, მაგრამ ჯასტინ გეიჯის ჯები უფრო ბასრი იყო. ჯასტინ გეიჯი უფრო კარგად რეაგირებდა ილიას შეტევაზე, ვიდრე ამას ილია თვითონ აკეთებდა. და რაღაც ეტაპზე ჯასტინ გეიჯის აშკარად ემატებოდა თავდაჯერებულობა, ხოლო ილია გრძნობდა, რომ ძალიან რთულ ბრძოლაში აღმოჩნდა. და ეს იგრძნობოდა პირველივე რაუნდიდან. ბუნებრივია პირველი რაუნდი ილიამ დათმო და დაიწყო მეორე რაუნდი, არც მეორე რაუნდი არ დაწყებულა დიდად კარგად, თუმცა ჩვენ ვიხილეთ ილია თოფურიას ის შეტევა, რომელსაც პრინციპში ველოდით ამ ბრძოლაში ერთხელ მაინც უნდა ყოფილიყო შეუძლებელი არის რომ რაღაც ეტაპზე ილია თოფურიას არ მieყვანა გეიჯი გალიასთან, როგორც არ უნდა ეცადა ჯასტინ გეიჯის, რომ არ მიეცა ცენტრი და ასე ვთქვათ დახვედროდა დარტყმებით. და იქ კომბინაცია გავიდა ძალიან კარგად პირველი, შემდეგ უკვე ტანში დაიწყო ილიამ მუშაობა, იმიტომ რომ გეიჯი თავს იცავდა მხოლოდ, ტანი სულ ღია დაუტოვა, ტანიდანაც დააზიანა და წაქცეულ გეიჯისთან აშკარად დაზიანებულ გეიჯისთან ილიამ გადაწყვიტა, რომ ის რო რაღაც ground and pound-ი ეცადა, ის რო თუნდაც წამოეყენებინა, დაიწყო საბმიშენის ძიება. თან დაიწყო ძალიან ლამაზი და საკმაოდ რთული საბმიშენის შესრულება. ჯერის armbar-ი როგორც აკეთებდა, ის ძალიან სასწაული იქნებოდა ის armbar-ი რო დაესრულებინა, მაგრამ რთულია თუ გახსოვთ ის მომენტი, ხელით რო ხელი რო ფეხში მოკიდა რო გადაატრიალა და მერე მაუნთიდან რო ცდილობდა სამკუთხედის გაკეთებას, ზუსტად იმ სამკუთხედის გაკეთებას, რომელიც ხაბიბმა გაუკეთეს სხვათა შორის ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჯგუფში. საბმიშენი არ გამოუვიდა და ახლა უკვე ამ ასე დასრულებულზე ლაპარაკი მარტივია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იყო კიდევ ერთი დიდი შეცდომა. გარდა იმისა, რომ შეცდომა იყო მხოლოდ ნოკაუტის ძიება, მეორე დიდი შეცდომა უკვე ეს იყო, რომ თითქოს ზუსტად სადაც უნდა წასულიყო დარტყმებზე და მიეყენებინა ზიანი, მან დაიწყო საბმიშენის ცდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკვე დასრულებულზე და უკვე ნანახზე ესე ლაპარაკი მარტივია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ და მგონია, რომ იქ ground and pound-ი შეიძლება ჯობდა და შეიძლება აიღო ფინიში იქ ground and pound-ით მეორე რაუნდში. ყოველ შემთხვევაში აშკარა იყო, რომ გეიჯი დაზიანდა და სხვა შორის გეიჯის მწვრთნელმაც თქვა, რომ ძალიან ცუდად იყო და გეიჯის მწვრთნელმაც და ასე შეაფასა. ოღონდ იმას სხვანაირად თქვა, იმან თქვა, რომ არ უნდა ჩაყოლოდა საერთოდ მიწაზეო. მე არ ვფიქრობ, რომ არ უნდა ჩაყოლოდა მიწაზე. ფეხზე უნდა წამოეყენებინაო მოკლედ. არ ვიცი. შეიძლება იგიც. ფაქტია, რომ ამან საბმიშენზე წასვლა შედეგი არ გამოიღო. და ეხა არის ყველაზე საინტერესო, ძალიან ბევრი კონსპირაცია მოვისმინე, უზომოდ ბევრი კონსპირაცია მოვისმინე, ზოგი იმდენად აბსურდული არის, რომ კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ არის რაღაცები, რაც მინდა რომ კომენტარი გავაკეთო. ერთი არის ხელში რომ რაღაცა დაუნახეს თუ როგორც არის. ეგ არის სახვევია ჩვეულებრივად და ისედაც რა, არაფერი არ არის, დაივიწყეთ ეგ. არაფერი ხელში არ ეჭირა და მე ის ტრამპს რო ხელი ჩამოვართა, ტრამპმა გამოართაო ეგეთი რაღაცები არ დაიჯეროთ და მეორე იყო აკრძალული ნივთიერებები, რაც არის თავიდან ბოლომდე რწმენაზე. არც თქვენ, არც მე, არც ილიამ არავინ არ იცის სინამდვილეში მსგავსი, ანუ ასეთი რაღაცის დაბრალება ყველა იმ ბრძოლაში შეიძლება, როცა მებრძოლი თავის თავზე გაცილებით უკეთ გამოიყურება. ანუ ყველა მსგავს ბრძოლაში შეიძლება თქვა, რომ იცი რა, ამას რაღაცა უარ ქონდა, უარ იმაიმუნა. არ ვიცით და ვერავინ ვერ დაამტკიცებს მოკლედ. იქამდე სანამ მსგავსი რამ არ დამტკიცდება, გონია რომ ამაზე ლაპარაკი უფრო თუ მოგვიშლის ნერვებს და ეს ყველაფერი იმიტომ გელაპარაკეთ მესამე რაუნდზე სანამ გადავალ, რომ ამდენი ტანში დარტყმის შემდეგ ფაქტობრივად დაუშალა ტანი ილიამ მეორე რაუნდში,
გასაგებია რომ იქ დროც გავიდა სანამ submission-ს ცდილობდა 1-2, მაგრამ მაინც მესამე რაუნდში Justin Gage გამოვიდა ახალივით. ისე გამოვიდა თითქოს მეორე რაუნდი საერთოდ არ ყოფილა. არ უარსებია მეორე რაუნდს და რაღაცა განსაკუთრებულად მაგარ ფიზიკურ ფორმაში იყო Justin Gage. ასეთი ზიანის და ამდენი ტანში გატარებული, თავში დარტყმებიც იყო რა თქმა უნდა, მაგრამ აი განსაკუთრებით ტანში ასეთი გატარებული დარტყმების მერე რომ თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრად უარჯიშია მოკლედ, მაგრად უმუშავია. და მესამე რაუნდში აშკარად გამოჩნდა რომ ილია მაგრად დაიღალა, Justin Gage-ის კი როგორც უკვე გითხარით არაფერი დაყრის არ ეტყობოდა და მესამე რაუნდი დამთავრდა ძალიან მძიმედ. იქ ერთი მომენტი ალექსანდრემ დაუძახა ექიმს, უთხრა რომ აი ვერ ხედავს, ექიმაც დაადასტურა რომ ვერ ხედავს. წესიძარიგით უნდა ყოფილიყო ექიმს უნდა გაეჩერებინა ბრძოლა, ეგრეთ წოდებული doctor stoppage. მაგრამ ილიამ მარ გოდართან საუბრის შემდეგ შეძლო და დაითანხმა რეფერი რომ ბრძოლა გაგრძელებულიყო, მაგრამ მეოთხე რაუნდი კიდევ უფრო მძიმე ვიხილეთ, ვიდრე ეს მესამე იყო და მეოთხე რაუნდში უკვე ალექსანდრე თოფურიამ აღარ მისცა აღარც ექიმს და აღარც ილიას ბრძოლის გაგრძელების შანსი და პირდაპირ უთხრა რომ ილია ვაჩერებ ბრძოლასო და ძალიან ცუდად გავიგეთ ალბათ ყველამ ეს სიტყვები, ძალიან გულზე მოხვდა, გვეტკინა, მაგრამ ხო, ეგ იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ. და მინდა რომ ეხლა ცოტა ალექსანდრეზე გელაპარაკოთ, რადგან ჩემთვის პირადად ალექსანდრე თოფურიამ აჩვენა აი კაცობის და ზოგადად ადამიანობის ისეთი მაგალითი, რომელიც ხო ძალიან იშვიათია სამწუხაროდ. მესმის რომ ეგ ბევრნაირი ახსნა შეიძლება მოუწებნოს სხვებმა, რომ იცი რა თავისი ძმა არის, ძმა დაიცვა. კი ბატონო, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან რთულია, როცა ორი წონის ჩემპიონი დაუმარცხებელი მებრძოლი, კი ბატონო, შენი ძმა და შენ ხარ კუთხეში, ამ დროს ერთი მწვრთნელი იძახის, რომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, ეგ ისმის ყურში. ექიმს უკვე აზრს აღარავინ აღარ ეკითხება და აშკარად გრძნობ, რომ ეხლა ვიღაცამ ეს უნდა დაასრულოს და იმის ნაცვლად რომ აქეთ-იქით გაიხედო, შენ ხარ ეგ ვიღაცა, შენ მოძებნი საკუთარ თავში ძალას და აიღებ შენს თავზე ესეთ პასუხისმგებლობას, რომ არა ილია, მორჩა, მივდივართ, სახში მივდივართ და დამთავრდა. და ძალიან რთულია რა. და ალექსანდრემ გვაჩვენა, რომ ეს მას აქვს, ეს ხასიათი, აი ეს რაღაცა. მართლა სხვანაირი ვაჟკაცობა დავარქვათ. და ხო, ჩემი აზრით ალექსანდრემ აი ამ ბრძოლის გაჩერებით ილიას კარიერა გაახანგრძლივა. იმიტომ რომ კარგი არაფერი მოხდებოდა მეხუთე რაუნდში. მე ასე ვფიქრობ. და უნდა გაჩერებულიყო ეგ ბრძოლა. მადლობა ალექსანდრეს. მოდი ახლა ვილაპარაკოთ ზოგადად მომავალზე და განვიხილოთ რა უნდა მოხდეს. პირველ რიგში უნდა მოხდეს ის, რომ ილია თოფურიამ უნდა მოიშუშოს ტრავმები. ველაპარაკე მისი ოჯახის რამდენიმე წევრს და საბედნიეროდ უკვე გამოწერეს. ეხლა ამ ვიდეოს რო წერ არის სამშაბათი, საღამო უკვე გამოწერეს, რაც ნუ კარგის ნიშანია ნებისმიერ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, კიდე ჩაუტარდება დამატებითი გამოკვლევები და უკვე ზუსტ პასუხებს მაშინ გავიგებთ, მაგრამ ბევრად უფრო მძიმედ ჩანდა ყველაფერი, ვიდრე აღმოჩნდა, რადგან გამოწერეს. მეორე, რაც უნდა გააკეთოს, აუცილებლად უნდა გააანალიზოს საკუთარი შეცდომები. ძალიან ბევრმა ადამიანმა ზოგმა ნიშნის მოგებით თითქოს ზოგმა ისე ზოგმა ასე მითხრა, რომ რაღაცა შენ რო თქვი, რომ აი Justin Gage-ისთან ჩხუბში თუ წააგებს, ესე იგი ის არ ყოფილა, ვინც გვეგონა. ილია თოფურია ყოფილა ადამიანი ხალხო. ჩვენ რატომღაც გულშემატკივრებს გვჯეროდა, რომ შეეძლო გადაევლო ყველასთვის, ყველაფრისთვის ვიღაცები, ძალიან ჯოშ ჰოკით როდის ეჩხუბებაო. იცი რა? ადამიანია ილია თოფურია და ილია თოფურიამ თვითონ ჩემზე უკეთესად იცის, რა შეცდომები დაუშვა, ყავს ძალიან მაგარი გუნდი, ახლა დაჯდება, ამ შეცდომებს კარგად გაიაზრებს, გადახედავს, დაიწყებენ მუშაობას ამ ყველაფრის გამოსწორებაზე და ჩვენ როგორიც გვეგონა ილია თოფურია, აი ეგეთი ილია თოფურია დაბრუნდება. პირველი რაც აი ყველაზე თვალშისაცემი იყო ის რომ არ ფრთხილობდა ისე როგორც ამას აკეთებდა ჯოშ ემეტთან. იბრძოდა ისე თითქოს ილიას ჯობდა გეიჯი და აი ახლა ილია თუ გათიშავდა თორე ისე ვერ მოუგებდა რაღაცა ეგეთი შთაბეჭდილება დამჭა და ეგ იყო დიდი შეცდომა. კლასით ილია აღემატება Justin Gage-ის. რაშიც ვერ აღემატება, ეგ იყო Gage-ის ფიზიკური ძალა და ეგ სამწუხაროდ გამოჩნდა კლინჩში, როცა ეკვრებოდა. ანუ ერთია რომ Justin Gage-ი ცენტრს ესე პირდაპირ არ უთმობდა, ყოველთვის
ილიას ასე ვთქვათ და ჩახურვას დისტანციისას ხდებოდა დიდად არც გარბოდა. ანუ ილიამ დისტანცია ჩახურა და მე უკან გავხდი, ესე იშვიათად იყო. და მეორე იყო, როცა ილია დისტანციას ხურავდა, ჯასტინ გეიჯიც ხურავდა დისტანციას, იღებდა კლინჩს და ის აპერკოტი, რომელიც მოარტყა 1-2 ჯერ იდეალურად იყო შესრულებული. ერთხელ თვალშიც მოარტყა ძალიან ცუდად, რაზეც ილიამ გააგრძელებინა რეფერის და ეხლა ამაზე კი, მე მაგალითად ვფიქრობ, რომ იქ უნდა აიღო დრო, იმიტომ რომ იქ თვალში თითმა გასმამ. მაგან ძალიან დიდი როლი ითამაშა ზოგადად ბრძოლის ბედზე, ჩემი აზრით. მაგრამ ახლა მაგას აღარაფერი აღარ ეშველება. ხო, უნდა გააანალიზოს ილიამის ყველაფერი, რაც შეცდომაც დაუშვა, უნდა გახდეს უფრო ფრთხილი, უფრო მეთოდური, არ უნდა იჩქაროს და კიდევ ერთი, რაც მე არ ვიცი და ალბათ მაგაზე როცა გააკეთებს ესე საჯაროდ კომენტარებს და ილაპარაკებს ამ ბრძოლაზე მომავალში, ძალიან საინტერესოა რა სიტყვის, რატომ არ სცადა ჭიდაობა. გავიგეთ, რომ პირველი რაუნდი აშკარად გამოჩნდა, რომ ჯასტინ გეიჯი იგებს. ის რაც გვინდოდა არ გამოდის. რატომ არ ვცადოთ ის რაც ასევე ჩვენ შეგვიძლია და შეიძლება მეტოქეს ამით შევქმნათ წინააღმდეგობა. ილია ბრწყინვალედ ჭიდაობს. გარდა იმისა, რომ კარგი ჯიუჯიტსუ აქვს, ზოგადად ჭიდაობის კარგი უნარები აქვს, ანუ კაცის წაქცევა შეუძლია ძალიან კარგად, ეფექტურად. რამდენჯერაც უნდომებია, მოკლედ იმდენჯერ წაუქცევია მეტოქე. მეტოქე, რომელიც ილიამ ვერ წააქცია, ეგეთი მეტოქე ილიას არ ყოლია, აი რომ ვერ წააქცია. მაგრამ აქ არცადა. ეგეც ძალიან უცნაური იყო. მეც პრინციპში აღარ დავამატებ, იმიტომ რომ დაუსრულებლად შეიძლება მართლა. დაუსრულებლად შეიძლება იმაზე ლაპარაკი, ესე უნდა ყოფილიყო, ის შეიძლებოდა, ეს შეიძლებოდა. მით უმეტეს რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვიცი ილიას ყავს ძალიან კარგი გუნდი, ძალიან დიდი გუნდი, პროფესიონალები ყველა მხარეს და ყველა ფერში, ყველა ფლანგზე და გაუკეთებენ დეტალურ ანალიზს და ხო, იმუშავებენ შემდეგ ამ ყველაფრის გამოსწორებაზე. ამის იმედი მაქვს კი არა ამაში ნამდვილად 100%-ით ვარ დარწმუნებული. და ხო, ველოდებით ილია თოფურიას დაბრუნებას, გაცილებით უფრო ძლიერი ილია თოფურიას დაბრუნებას და ამ ბრძოლამ გვაჩვენა, რომ ჯერ 77 კილოგრამი ადრეა, ჯერ 70-ში აქვს ილიას საქმე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეს ის მოაგვარებს, მიხედავს და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ამას მივეჩვიეთ. ილია თოფურია მეფე ისე დაბრუნდება თავის ტახტზე. ხო, ეს არ არის ამ კვირაში ჩემი ბოლო ვიდეო. გადავიდეთ ახლა ცოტა პოზიტიურ ამბებზეც და პრინციპში ესე დავასრულებ ვიდეოს. ორი ქართველის დებიუტი იქნება UFC-ში ამ კვირას გამთენიისას. ლევან ჩოხელის და ოთარი ტანზილოვის ორივეს რა თქმა უნდა უსურვებ წარმატებას. ამ ბიჭებზე მინდა რომ ვიდეო გავაკეთო და სადღაც პარასკევს დაიდება ალბათ ეგ ვიდეო. ვეცდები რომ ვინც არ იცნობთ, კარგად გაგაცნოთ ლევანიც, ოთარიც უფრო დეტალურად ერთი ვიდეო მაქვს ჩაწერილი. ვინ იქნება შემდეგი ქართველი UFC-ში, მეთქი ესეთი რაღაცა ვიდეო მქონდა დატვირთული. როცა ეს არხი დავიწყე და ეხლა უფრო ბევრს და უფრო დეტალურად გაგაცნობთ ამ ადამიანებს და იმედია რაღაც ცუდ გემოს, რომელიც პირში დაგვრჩა ამ ივენთის შემდეგ, ბიჭები მოგვაშორებენ. ვისაც მოგწონთ ზოგადად ჩემი ვიდეოები და ჩემი კონტენტი, ძალიან გამიხარდება თუ გამომყვებით, გამოიწერთ ჩემს არხს, დამილაიქებთ ამ ვიდეოს და მინდა რომ კომენტარში დამიწეროთ ვისთან ბრძოლაში ისურვებდით ილია თოფურიას დაბრუნებას, ეს არის არმან ცარუკიანი, ეს არის ჯასტინ გეიჯი, ეს არის პედი პიმბლეტი, თუ არის ის ადამიანი, რომელიც ჯერ ესე შეიძლება ვერ წარმოგიდგენია, მაგრამ ილია რომ მოbrunდება, მაგ დროს სუბუქიცონის კამარი ჰქონდეს. მაგალითად ბენუა სენდენი შეიძლება. ხო, მოკლედ პარასკევს კიდე ერთი ვიდეოთი დაგიბრუნდებით და ხო, გაგაცნობთ ჩვენს UFC-ს დებიუტანტებს.